მარიამ, სად მიდიხარდე? დილა მშვიდობისდე. წამოდი ვიარ და დაგვეწევა მარშრუტკა. წადი. ნელა. წადი. დილა მშვიდობის. მოგესალმებით, მე და მარიკო. წავიყვანთ მარიამი ბაღში, იქნებ მარშრუტკა წამოგვეწიოს ამოსობაში. მაგრამ პრინციპში კი არის გზაში და ჯობია დაველოდოთ. ხო და ბედნიერი დღე ყავთ. ვინ არის ჩემი გოგო? მე. მესყვარს დედას. მე. თავდაჯერებულობა აქვს high levels-ზე. ჩამო. ამასობაში ვეღარ მოაღწია აქამდე მარშრუტკა. როგორ გასწავლა დედამდე? როგორ? ფეხი როგორ გააკეთეო, როგორ გასწავლა? საერთოდ არ მაწყობს წვიმა. იმიტომ რომ მე ბავშვები ეზოში ვეღარ გამყავს და ვეღარ გაყავს ვერავის. ამიტომ სასტიკად არ გვაწყობს. წავედით. მარშრუტკა წამოგვეწია მერე და მარშრუტკით გადმოვიყვანე. ჩემი გოგო. მაგრამ იმდენ ხანს ველოდე ფეხით გადმოვიდოდი, მაგრამ მაინც გაღვართული აღარ მივდივარ, ანუ მაგრამ აქედან ისე სწრაფად მივდივარ ხოლმე. ახლა სახში ავირბენ. შევისწორებ თუ რამე მაქვს. მოსასწორებელი. რატაი ჰაერი. ავირებ ჩანთას. არ ვიცი ხოლგა წავიღო თუ არა თითქოს. რუბელი მოდის თითქოს აი ვერ გავიგე. ხო და წავიდეთ სამსახურში. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ. უკალებლივ. ვისაც ჩემი მარიამი გიყვართ, აი კომენტარებში არ არსებობს. რომ არ გამოხატოთ მის და მის სითბო და დედისთვის თქვენ იცით რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი. მე ეს ზედა ახლა მივხვდი. რამდენი ხანი არ მწმია. გავიდა მგონი ერთი თვე. კი, შეიძლება მეტიც. Πίσω მიაო. სადახარ, πίσω მიაო. მარიამ, რო დაინახავს ხოლმე პისებს. თუკი სახში წავიყვანოთ. სახში წავიყვანოთ. ამისარი მე სახიდან წავიდეთ. ოდესმე შესაძლოა აი მარიამის ხათრით ოდესმე აცაღლი ვიყოლიოთ. ესე დუსმე გულისხმობ წლების მერე. მაგრამ კატა არა ვერ მოვული. ეს დაფაჭრებისაც ძალიან მეშინია და რაღაცა კატა უფრო მეტად ძაღლისაკენ ვიხარები. იქნებ დადგეს ერთ დღე ჩვენც მოვიყვანოთ. მაგრამ ეჭვია. ძალიან ეჭვია. ყველაზე მეტად ეს კომბინაცია მომწონს, რაც ახლა სახეზე მისვია. ტურსასხს გულისხმობ. არ ვიცი ხედავთ თუ არა მუქი. ფანქარი და მე ესეთი ტურსასხი. ყველაზე მეტად მგონი რომ ეს მიხდება, თქვენ რა სიტყვით. იმედია უზიოსბურს არ გავარ. ესე იგი ამ თუთა მომკლა ხახო უკან როა კურგები უნდა ურტყახეს რომ ზედარ დამეცეს. თან მუქია და ხო იცით მე თუთა. და მაგას ეხვეწი ახლა ლაქას ამოდიო. ყოლად არ წამოვიღეთ ქოლგა მეგობრებო. დიდი ალბათობით თავზე დამელეწება მთელი წვიმა. წვიმის სუნს ვგრძნობ. რაც იქნება იქნება. მაინც ლამაზი. ყოლად ხო არა ვარ მზისხიბი. თქვენი მზისხიბი. ნახეთ რა გაჩვენოთ. მოვედით ამბანელაში. ბეიო.
Таня пойдет с ней, одетая будет, видимо. პატარებს შევპირდი ტოფიტას. ხო და აქეთ მარტო სპარია ამ ჩასახვევით. ხო და რა ის ტოფიტა? არ გქონდათ. ხო და იქით რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებ. ძალიან ცუდი. ჩემი საყვარელი კუთხე. ახლა მე რასაც ძიროლებს ვყიდულობ და მიყიდია ჩემი სიცოცხლის მანძილზე. ჩემზე ერთი დიდი ქარხანა და შევავსო. მიყვარს. ეს მიყვარს შავი არ მომწონს, ძალიან რაღაცნაირია და თან ფერი როა შავი არ მხიბლავს დიდად. აი და რა რიგი ხდება. ჰაერზე გამოვიდით, ამზე და მომკლა, აქ ღილია ცურა და ძალიან გადადის იქით და აქეთ. უნდა დავაკერო აუცილებლად, თორე ძალიან აი ცუდად გადადის რა. ეს საყელო ძალიან ცუდად ჩანს მე. ერთი გოგო შევიპირე, ძალზე გადაბრანჯულიო. Hi, კიდევ ერთხელ მოგესალმებით დაბრუნებული სუფთა სახლიდან. სუფთა სახლში არის აქციები და სხვათა შორის საკმაოდ კარგი აქციებია, რაღაცა იუბილესთან დაკავშირებით არ ვიცი ზუსტად. საღებავის ყიდვა მინდოდა მე რომელსაც ვიყენებ, მაგრამ ვინ დაგიტოვებდა, ვინ რა შეგარგებდა. არც ერთი ცალი აღარ იყო, იმიტომ რომ მე რომ საღებავსაც ვიყენებ არის საკმაოდ ბიუჯეტური და გადასარევად ღებავს. ნუ უამიაკო, ეხა გადასარევ უამიაკო, საერთოდ არ არსებობს, თუ გინდა 100 ლარი ყიდდეს. მაინც მალე გადადის თმიდან და შესაბამისად ბიუჯეტური რო უფრო მეტად ყიდულობს ხალხი, აი როგორ იცით, ერთს არავინ არ ყიდულობს, 4, 5, 7 და მარაგი მე აღარ არის ხოლმე. ხო და საერთოდ არანაირი ის არ მქონდა რომ ამდენი რამე მეყიდა. საერთოდ არ ვაპირებდი რისთვის შევედი ღმერთო. მიგი აღარ ვასწავლ. რაღაც ისე შევედი მოკლედ და მე რატომღაც ისე აღმოჩნდა რომ ტონა რაღაც გამოვზიდე. ტონა არ გამოვზიდე კაცო, მაგრამ მოდით აქ. მოვდიოდი და დამაწიეს გზაში დაგჭაო. სულ გადავიხადე 58 ლარი და 68 თეთრი აგეთ. და ვნახოთ რა ვიყიდე, დაახლოებით მგონი 15 ლარამდე დააკლდა და არ არის ხა ცუდი რო გითხრათ. ძირთად იყო 30-40% ფაზაკლავებს, ზოგადად 50, თუმცა ხა რაღაცები 50 რაც იყო, რა ვიცი რა მიღია რაღაცები ავიღე და ესე რა რაც ჭირდებოდა მოკლედ ხოდი ზინ წამოვიღე. ამ ეტაპზე რაც ჭირდებოდა. თუმცა ესე საერთოდ არ ჭირდებოდა დიდად დაახლდა სასწრაფოდ, მაგრამ რატო გამოვაყოლე ხელს რა ფაზაკლება იყო ბარემ და მე ხომ მიყვარს ეს ბარემ. მოდი ამოვალაგო და ისე გაჩვენებ, თორე აი ეს ხელოფნის ხრაშახუშის ნერვი ეხლა მე რო არა მაქვს მოგეხსენებდა. აი ესე იგი გოგოებო, არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ როცა ვასხავს სითხეს, ჩემს არიცხის მანქანაში თეთრო იმას იკეთებ, რა ქვია, ლაქებს. მაინდა, ამიტომ არ ვიცი მოკლედ. ამიტომ გადავწყვიტე სითხეები შევცვალო. ვნახოთ რა სისავს, ჩემმა ნიმით ხრა, ჩემმა რძალმა
დიდი ალბათობითო ბევრი მასზე გაქო დაყენებულიო და მე გაგისწორებო და რავი მე წავიდა და ავიწყდა და აგვისტოში ჩამოვა და მოკლედ დამოყვალი. რა მაქვს არეული და დაყენებული. არ დაიჯერებთ რა ვიყიდე, დედას გეფიცები თუ მჯეროდეს რა ვიყიდე ხალხო, იმის ფონზე რაც მე იღლების სამკურნალოები და 1000 რაღაცა ვიყიდე, კიდე თუ მე რამეს ვიყიდდი, მარიამის თავს გეფიცები ვერ წარმოვიდგენდი. რატო ვიყიდი არ ვიცი. ანუ არ გამომიყენები არასოდეს ეს კონკრეტული. ვნახავ დედიკო, შესაბამისად მოდი მეთქი ერთი. ვნახო რა. თუმცა ეხლა რო გითხართ რომ ოდაბანის არ გამოყენებას ვაპირება არ, იმიტომ რომ სამკურნალო ძალიან კარგია. ხა რამდენად ყოფილი ვარ მეორე თემა, მაგრამ ნუ ხო და ჩემმა საყვარელმა გამომწერმა ჩამიგდო ის რამდენ ხანს ყოფილით ნეტა დაახლოებით თქო და ეს ის ჩამიგდო მოკლედ დაახლოებით 7-8 თვე უნდა გიყოს ნორმალურ ადამიანს. და თუ 7-8 თვე უნდა მიყოს აი ეს ტიკი რაც ძალიან სასაცილოდ მიჩვენება. მაშინ მოდი ვთქვათ რომ 58 ლარი, საბოდიში 59 ლარი საერთოდაც არ არის ძვირი. ბოდ ერთიანად ჟღერს ისე თორე ანუ ხარო 7 თვე რო არ იყიდი არაფერს. მე ეჭვება მე მაგდენ ხანს მეყოს, იმიტომ რომ მე ნორმაზე უმნაწუნა არ ვიცი, თუმცა არც ჭარბად აღარ უნდა წაისვა ადამიანმა და არც ისე უბრალოდ რომ ვისვა მგონია რომ არ ვერ ვისვამ, ეგეთი შეგრძნება მაქვს. ალბათ იმიტომ რომ რაღაცნაირი ის არის და თითქოს ვერ ვგრძნობ რომ ვისვამ რა. ხო და აი ვიცი მოკლედ. კარგი, დავიწყოთ. ამასობაში ცელოფანში იყო სტატისტიკა გადამიხდია. აქ ისინია მხოლოდ. ესე იგი, სად არის ეს თხევადი? სავექსი, როგორც ხედავთ, აწაწუნა. მაგრამ კონსულტანტმა მითხრა რომ აი უმაგრესიაო, სულ ამას ვიყენებოდა, აი ძალიან აქო, ძალიან პატარა, როგორც ხედავთ. ერთი წუთი დედიკო რა, ერთი წუთი სიხარულო, მაგასაც ვაჩვენებ. და მითხრა რომ აი იდეალურიაო ფერადებისთვის და შავებსაც შვენივრად იმაშვებიო. თეთრებისთვისაც მიდოდა, მაგრამ ახლა ამდენი ცალ-ცალკე როგორ მომეყიდა ხალხო ფიზიკურად ვერ ვიყიდიდი. 21 ლარი და 70 თეთრი ღირდა და გადავიხადე 17 და მარიკო გაწიე 36 თეთრი. ნუ ნორმალური კი არა და კარგი ფასდაკლება რეალურად და მითხრა რომ ძალიან ცოტა უნდა ჩაასხაო, იმიტომ რომ ნუ აი ძალიან ისეთი ის არისო და ბევრი არ ჩაასხაო. და რამდენ ხანს ყოფნის მეთქნო, კაი ხანს ესე კი მითხრა და ვნახოთ. ვერ გეტყვით. მე რო ნორმო ვარ, ეს რამდენ ხანს მეყოფა ჩემამდე არ დადის, მაგრამ ხო, კაი, გავატარეთ. შემდეგი ვიყიდე პერვოლი, ესე თქმა უნდა, ეტყობა კიდეც რომ შავი სამოსისთვის არის განკუთვნილი. ვნახოთ პერვოლში რა გადავიხადეთ. ეს რა არის ნეტა? რა პუდრის ეფექტიო კაცო. ეს სხვა არის, სხვა რაღაცა. აი მე ხალხო ტყუში სისხლი ამას ხავს. შავი ქსოვილებისთვის. შავი ამაში გადავიხადე 8 და 24 და ისე ღირდა 10 და რაღაც. ნუ ხო რა. ნახოთ როგორი იქნება, ვერ გეტყვით და ესეც რა თქმა უნდა ამდენი არ უნდა ავსო. გონიათ რომ რადგან თავსახური რაღაც დიდი აქვს, ამდენად ჩაასხავ და არ არისო ეგრეო. არ უნდაო, მაგდენი არ უნდაო. მე მისათავდება. ხო დედიკო. ამის წამოღებას წამომეღობარე თეთრებისთვის. რატო არ გავითვალისწინე, ხვალ ხوار წამომეღ, მაგრამ მე და ხვალ იმდენი საქმე მაგ და საყიდლები მაგისთვის ძალია. შემდეგი ჩემი სიყვარული ვიყიდე და ჩემი აი არა ვიცი როგორ მიყვარს ვერც არ იხსნით. ამის სულზე უკვე ვით
თიშები, გიჟიტები ძალიან მიყვარს. მაგის გახსნა. Head and Shoulders-ი თავისი ბალზამით. ვიცი. არა, არ გადაისხა ერთი წუთით. ამაში გადავიხადე გოგოებო 15 და 96 და ღირდა 19 და 95. ეს შემდეგი და სიმართლე გითხრათ არ დამენანა ამაში, იმიტომ რომ ანუ ძალიან მიყვარს და ძალიან კარგად ვიყენებ და ბარემ დიდი ვიყიდე, იმიტომ რომ ნუ აი პატარა ისია ხოლმე, რომ აი მე ამას რა უნდა ვისთან არის. ბალფების ფერები ძოს. შემდეგი მოდი ვაჩვენოთ, თორე ამოიგდო ისა ძარღვი. Safeguard-ის ეს ძალიან მიყვარს სხვათა შორის და ის იყო aloe იყო კიდე და რა ვერატომღაც არ წამოვიდე. კიდე აუ ხამის ინფორმო მეწონა გავაფრენ. საპონის სუნი აქვს, გოლის ხომ უნდა ამეღო. ის რომელიც მე მიყვარს ის არ არის. ხო, ნუ არასწორად ამიღია, მაგრამ არ აკუშავს. ამასაც კარგად გამოვიყენებ. ცოტა გაფრია ეს რაც ზღვისინით არის რაღაც ეფექტი თუ რაღაც. aloe უნდა ამეღო რა. აი, არა უშავს. ამაში Safeguard-ში გადავიხადე 5 ლარი და 12 თეთრი. ისე ღირდა 6 და 40 და არ ვიცი გოგოებო რატომღაც სად ვიყავი ღმერთო რო ვნახე. კარგად დაბალი ფასი იყო Safeguard-ზე და მაშინ არ ვიყიდებ, მე გავივლი ვიყიდით. ეხლა რო ვნახე სუფთა სახლში ესე ძვირი როგორ და მეთქი ანუ. იქ რატო ღირდა ესე დაბალი ფასი? არ და ფასაკლება არ ქონდა იქ რო ვნახე. სად ვნახე არ მახსოვს რომელიღაცა მაღაზიაში. ხო და საპნის სუნი აქ რა. ნერვები მეშლება ეხლა ჩემ თავზე. ეს ნერვი ხარცო საპნები. აი, ცუდი არც ეს ვარიანტი არ არის ეს, მაგრამ ანტიბაქტერიული თხევადი საპონი კლასიკური ქათქათა თეთრი 3-1-ში სისუფთავე დაცვა მოვლა მიცერალური ტექნოლოგია. ხო. ის რომელიც მე მომწონს მე იქნებ ვიყიდო. შემდეგი თქვენ როგორც ისიც მე ვარ ფერია მეთქი. ფერის მჭამელი ადამიანი. ახლა ვიყიდე და ძირი მაქვს გამძრალი. ხო და მე ხომრები ახლა ზოგს გოგო ორი თვე ყოფნის და შენ მგონი ორი კვირა არ ყოფნის და ოღონდ მითხარით ვისაც ყოფნით, აი გულზე ხელი დაიდეთ, როგორ ყოფნით, აი ერთი ასეთი ორი თვე. ვისაც მანქანა გაქვთ და იმით რეცხავთ, მაგაზე არ ვსაუბრობ. აი ვინც ხელით რეცხავთ, ჩემსავით ურჭავს. როგორ ყოფნით ხალხო? ეხლა აი არ გამცენტროთ. აი ეს როგორ ყოფნით ორი თვე. ეს არ ვიცი როგორია, არაზორს არ მქონია, სხვა არომატებით არის ხოლმე და ეს მართლა არ ვიცი. პირველად წამოვიღე. ნორმალურს. სხვათა შორის ამაზე გადავიხადე 3 ლარი და 16 თეთრი. ეს არის პორტოხალი და ლიმოწერია და ეს ლიმო რა არის ხო არ იცით. მაგრამ ლიმონი არსად არ ახატია და შეიძლება სხვა რამე წერია, არ ვიცი. მოკლედ პორტოხალს ძალიან ინტენსიური სუნი აქვს. 3 ლარი და 16 თეთრი. ხო. ახლა ყველაზე აი მე და კიდევ დაინახო ჩემი რა ვიყიდე აი შემო მომკლა. ეხლა გეტყვით რა ვიყიდე. იცოდეთ რომ არ მინდოდა. აი ეს ვიყიდე. არ გამომიყენებია, ამიტომ გადავწყვიტე რომ გამეგიჟებინა თავი და ბოლო შანსი მიმეცა ზოგადად ნივიასთვის, იმიტომ რომ შესასხურებელი ნივიას ატანა უბრალოდ არ მაქვს. იმდენად არ მიყვარს და არ მომწონს. ეს არის ფრეში. სტიკი 8 და 76 გადავიხადე 11 ლარის ნაცვლად. ხო და და სხვათა შორის ძალიან მიქო კონსულტანტმა გოგონამ რომ ეს ძალიან კარგიაო და ყველა ვინც იყენებს თქვათ და იმ კანს მოუხდა რა თქმა უნდა იმ პროდუქტს აქებს მე ხო ბუნებრივია
ხო და ბოლო შანსი მივეცი საერთოდ მიდიას ჩემს ცხოვრებაში. იცავს არასასიამოვნო ოფლის სუნის წარმოშობისგან უზრუნველყოფს 24 საათის დაცვას, ანტიპერსპირანტი არ შეიცავს სპირტს. მადლობა. ეს არ წამიკითხავს ხოთაშორის. სპირტს რო არ შეიცავს უკვე კარგად ვარ. იმიტომ რომ რასაც ვყიდულობ ხალხო ყარს ამ სპირტის უნდა თქო ვიძახი და გეჩვენებო და არ მეჩვენება. შემოწმებულია დერმატოლოგთა მიერ, წარმოებული გერმანია, მოკლედ. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ღანაში მაინტერესებს, მაგრამ კაი, შაბა. საქართველოს თბილისი, მოსკოვის გამზირი 25 ნომერი. რატომ რაღაც ახლა გავიქცევი იმისთვის რა ქვია. არ ვიცი მოკლედ აქო და ადიდა და ეს ძალიან კარგია ეს კონკრეტულიო და ნახოთ. ოღონდ ახლა არ ვიცი გამოვიყენებ თუ არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ რაღაცა მინდა რომ რაღაცა იმკურნალოსავით თუ რაღაცა მოდაბანეთ. კაცმა არ იცის რა წამომივლის თავში და თუ გავბრაზი და მოვხვეტი აი ეს ჩემი ხარახურები რაც ვიყი და მივათხალე შემთელი ჩემი ხელფასი. მე მგონი ამაზე გადავიდეო ისე მოგეწოდოს. აი მეგით უცნაურობები მემართება ხოლმე. იმედია ეგ არ დამემართება და მაგრამ თუ ესეც მოუხდა ჩემს კაცს რა თქმა უნდა ამასაც გამოვიყენებ ხოლმე ანუ აუცილებლად. თუ არა და ვუბოძებ ჩემს მეუღლეს. ეკნება რა უყო. არ ვიცი გოგოებო რა ხდებოდა ვაიმე მეტროში ანუ დღეს იყო მეტროში სრული განუკითხაობა ხალხო აი არ ვიცი რამდენი ხალხი იყო ერთი-ორი ვაგონი ხო გაუშვი ეტენება ეს ხალხი ეტენება იზიმაზე ეჭყუბება გაიწიე რა ვერ გაიწიე რა გავიწიო მე ვდგავარში ვიკითხება და მე არ ვერეუდი არავის ჩხუბში ნერვები აღარ მაქვს ყველა ჩხუბში და გავშველებლად მე ვდგავარ და ყველაზე მეტი მე მემხვდება და გეხვეწებით რა ნერვი აღარ არის რა ხო ამაში რა მაქვს ხო რაღაცა ისეთი არაფერი წყურმანები ხო და მოკლედ ეს ძალიან მაინტერესებს და როგორია მე დამიწერეთ ვიც ამას იყენებ ფერადებისათვის ხა მეგონა მკითხა მე ფერადებისას შავებისას ამას ვიყენებ მაგრამ რატო ვიყიდე განსაკუთრებით შავებისთვის არ ვიცი მაგრამ ხო კაი სულ აქ ჩემს მეუღლეს პრობლემა რომ აი მაგის შარვლები ლაკავდება და აი ლამზე რომ უჯახი დამეინგრეს მაგის შარვლების გამო და ვიყიდე ბატონო და ნახოთ პერვოლი სიმართლე გითხრათ შავები მინდოდა სავექსი ანუ ეს მაგისთვის მინდოდა რომ ბარემ შავებსაც ვიყიდი მეთქი შავებისაც ვიყიდი სავექსს ხო და ხალხო ძვირია ანუ არ არის რა დაბალი ფასი და ახლა ამიტომაც მაინც და მაინც არ გავ მარიკო რა შვები არ გავიგე თავზე თან მითხეს რომ ესეც ძალიან კარგია და მე სხვას ვიყენებ სიმართლე გითხრათ მაგრამ აი სეიფგარდზე გული როგორ მწყდება ნეტა იცოდეთ ძალიან მწყდება გული ამისატანა ერთი მე ხელზე ვნახავ აბა ანუ სუნს შეიძლება ესე დასული ინტენსიური სუნი იყოს მაგრამ ხელზე სულაც არ იყოს ეგეთი და სხვადასხვა სახისთვისაც ძალიან კარგად იყენებენ ამას ხო და ეს არის ეკნება ეგუნდა დაიხახა და დაიბანო მე ჩემო ერთადერთი ესე იგი 58 და 68 გადახდილი და ორი ბილეთი კი არა ხო პრინციპში რა არის ბილეთი უცეს და ჩავაგდე და ნეტა ისინი საწავე ხო და ესე იგი ის სად არის ესე იგი დამიგროვდა 19 ქულა. თურმე ნუ იწვდება არათი მქონე გახსნილი. ხო და დამგროვები ააგერა ბატონო, გაგანია 19 ქულა. მადლობა. ძალიან დიდი. საღებავი რო ყოფილიყო 4 წელს ვიყიდი ან 3-ს, კაი 2-ს. ერთს მაინც ვიყიდი, მაგრამ დადიყო.
დღეს მარიკო გადმოიყვანა მამამისმა, დავრეკე და სახლში ვარ. აი მე შენ გახარებას მეთქო გამაწუწიალებ და მე ტაქსით ამოვედი, აი ეს ვითომ არაფერი ხალხო და იმ სიმძიმეა ეს რაღაცა ბუთლები ვითომ არაფერი. კიდე ხახვი რაღაცები ვიყიდე და ძალიან ის იყო რა ქვია. ხო და რას ვამბობდი? შევედი ფარმასახლი თუ რაღაცაა და ის არის ცოტა კბილი მტკიოდა და გამაყუჩებელი ვიყიდე 24 საათიანიაო და ძალიან კარგიაო რა, ძლიერი მინდოდა და აი მე ხალხო აი რო დავლიე მალევე ისეთი კუჭის ტკივილით ამეწყო კინაღამ შევიშალე ხო და ბარემ სახლში მოვდიოდი და ომეპრაზოლი ვიყიდე მე დავლიე ცოტა ჩამიწყნარდა ბატონო და კარგო ჩამაჩმე მოდი დაენახე რა ლამაზი ხარ და ჩვენს გამომწერებს მოდი ჩემო საოცრება დედას მოდი ჩემო საოცრება გამარჯობა მარიტო ვაიმეს ვინყავს დედას ეს ვინყავს დედას სასწაული დე როგორ მეფერები გთხოვო ჩემა ბუჩუჩელა კიდე მიმღერე როგორ ჩემა ბუჩქუნა ჩემა ბუჩუჩელა შეყვარელო დედასი და ეს ჯგუფში გქონდა გავუში ყავარ და მეცი ეს ჯგუფში გქონდა და ეს ამაჯური ეს რამ გიკბინა დე აიჩი რამ გიკბინა დე რამ აქ ნაკბენი რო გაგდე ესა ოი ჩემო ლამაზო რამ გიკბინა დე ესა მე დავიხმანე რა თენი დავიხმანე მე დავიხმანეო ანუ მე დავიხმანეო ხა დედიკო გაჩვენეთ საყურე მოიც გაჩვენოთ ჩახტი დედიკო ხა ყოი მე დედიკო დაიწყე გახდა დე და მეც მოვალ და იმას ვიზავ გუშინო მეჩვენებინა საყურები ახლა ერთს გაჩვენებთ მეორე აქეთ არ მაქვს არაფერი ისეთი მაგრამ რაც საყოველთაო რომ ძალიან მომეწონა რა თვლი რომ ისეთი საყვარელია საყოველთაო მარიკო რა ხდება დედა გიმოსათვის ფისოები არ ვიცი დაინახავთ თუ აი რა აბა როგორ ხედავთ გოგოებო ხედავთ ფისოს მე მგონი კი ხო არა ერთი ჩემი ფისოები ორი ცალი საყარელი ორი ფისო ნუ კიდე ვიყიდე ვარსკვლავები იმასაც გაჩვენებთ ესე ცოტა ბრტყელია და დიდია ანუ ძალიან წვრილი არ არის რა მაგას გულის ხო და ეს ფისოები რატო გადავწყვიტე რომ მინდოდა ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაცა მელამაზა უცებ და ამიტომაც ვიყიდე. რა მივეცი? ოჯმატა არის ღი. ანუ ვარსკვლავში და იმაში თუ არ ცდები ორივეში 15 თუ 10. მითი და მაგარი სკლეროზი. ესე იგი სარეცხი დამიგროვდა ეს დღეები. ხო და წვიმა და ელვა და ჭექა ხუხილი და ჯანდაბაა გამოცხადებული და ეხლა ვიხედები და აი ისეთი შავი ღრუბელია რომ ანუ ისე იწვევს სავარაუდოდ რომ მე მეზეზღება ეს სარეცხზე რომ დასხმულია ესე დაწუწული რომ აი ესე რომ ყრია სარეცხი არ შემიძლია და მაგრამ რა ვიცი უნდა დავრეცხო ყველა ვარიანტში იმიტომ რომ ხვალ უნდა წავიდე რაღაცა თეთრი ანუ გადავწყვეტეთ მარიკოს დაბადების დღისთვის რომ მე და ჩემმა მეუღლემ ჩავიცვათ ზემოდან თეთრები მე მინდა შევარდისფერი კაბადე და მარიკოს ძმა ვარდისფერი კომდან არ აქვს მნიშვნელობა მე და ჩემ ქმარს რა ფერი გვეცნე ვარ შავი სავარაუდოდ მაგრამ ანუ ზემოდან გეუბნებით რა კი, ჩემო სიტყვით. უნდა ჩაიცვას ხო, დედიკო. ხო და ძალიან მინდა რომ ცერში ვიყოთ, თქო და ესე გადავწყვიტეთ. ახლა ასე იყოს როგორც არის და სხვა დროს ცოტა სხვანაირად ვაპირებ
წარდგენას დაბადების დღეზე. ახლა ასე იყოს როგორც არის. ხო და ამიტომ მინდა რომ რაღაც ისე დავიყიდო. და ჩემფორს კიდევ კაიტილოს ეთ აქ ძალიან ლამაზი თეთრი მიმაჩვით მეო ძალიან უყვარს ეგზედა და ამიტომ მე ჩავიცვამ რამეს კი მოხდა თეთრი მაგრამ ამოვიდა ყელში ხახშიათ მაცვია და არ მინდა რა ხო და ეს მოახლოვდა ამ დროს როგორი მხელვარება მქონდა მშობიარობის ვაიმე ღმერთო რომ ახსენდება ამ დროს უკვე გადაწყვეტილი იყო ჩემი საკეისრო კვეთა. გადაწყვეტილი იყო? ხო, გადაწყვეტილი იყო. და მხელვარება არ მკითხოთ, რა მხელა იყო და სასწაული 38 კვირაზე გავიკეთე საკეისრო. იმიტომ რომ სუნთქვა მიჭირდა, ჟანგბადის უკმარისობა მქონდა და ჟანგბადის უკმარისობა იმდენად მქონდა თან რომ ძალიან ცუდ იყო ბავშვი მუცველში და ამიტომ გადაწყდა რომ 38 კვირაზე გამეჩინა, იქიდან გამომდინარე რომ მაშინ პატარა იყო, ანუ რო გავიკეთე, ეხო მაშინ პატარა იყო, მაგრამ ერთი კვირა იყო კიდე დრო საკეისრომდე და მითხრა ჩემმა ექიმმა რომ ამა და ამ გრამს მოიმატებს ამა და ამ ვადაში, არ არის ანერვიულო 2.700 იქნებაო, არ ინერვიულო და საკმარისია სრულებით იმისათვის, რომ ბავშვი იყოს სრულფასოვანი და არ დაჭირდეს თქვა რამე სხვა ჩარევა და დახმარება, არაფერი პრობლემა არ იქნებაო და მადლობა ღმერთს, რომ არანაირი პრობლემა მართლა არ მქონია. ნარიკო ზუსტად იმ წონის დაიბადა, რა წონაც ექიმმა მითხრა, 2.700. გამოვიყვანეთ 2.500 სახში კიდე დაიკლე, გამოშრობას ეძახიან, მე არც ვიცოდი ეს რა იყო, გამიდი რა გამოშრობა. თქვა ლოყებით, ამ ხო და მაგას ყოფდი რომ აი ამ დროს მქონდა სასწაული მღელვარება რა. ჩემო საოცრებადე. და ამ დროს უკვე მქონდა ძალიან დიდი მღელვარება, შიშები, მე ხო კიდე როსა და უკიდე შიშა რა ვარ და მახსოვს როგორ ღელავდი, რა მოლოდინები მქონდა ჩალაგებული, ნუ რამდენჯერ ჩავალაგე და მოვალაგე, აღარ მკითხოთ, მაგრამ უკვე რომ მოუახლო და ბოლო დღეები უკვე თავიდან ამოვყარე და თავიდან ჩავალაგე და რაღაცები აღარ მომეწონა უკან ამოვალაგე, მე სხვა რამეები ჩავანაცვლე და ამ დროს უკვე სერიოზული ის მქონდა. გემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ხო შაბათია და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს კვირა იყო იმაზე მეტად გრძელი ვიდრე წარმომედგინა.